შემოგვერდდა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. დილომშვიდობის მამა გიორგი, ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. გილოცავ თქვენ და სრულიად საქართველოს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, რომლის სიხარულშიც ვიმყოფებით ჩვენ დღეს ასე. გილოცავთ და დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში მოგზაურობისთვის. როგორც მოვახსენეთ მაყურებელს, გუშინ მართლმადიდებელმა სამყარომ მიზე იმასე კვირაცხოვლობის დღესასწაული, ამ დღესასწაულსაც გილოცავთ მამა გიორგი და დღეს უნდა ვისაუბროთ ზატიკის პერიოდის შესახებ და რომ განვმარტოთ და აუხსნათ ჩვენს მაყურებელს რა იგულისხმება ზატიკის პერიოდში და რა კალენდარულ დღეებს მოიცავს ის რომ განვმარტოთ. დიახ. ზოგადად საეკლესიო წიაღში ყოველი ქმედება, მოვლენა მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანი მაქსიმალურად ჩართოს ღვთისმსახურებაში და შესაბამისად მაქსიმალურად დაუახლოვოს ღმერთს, რათა მისგან მიიღოს საღმრთო მადლმოსილება. მათ შორის კალენდარული, ასე ვთქვათ, კალენდარული სისტემაც ქრისტიანულ ეკლესიაში მიმართულია ადამიანის ცნობიერების მაქსიმალურად ღვთისმსახურებაში ჩართვისკენ. ზოგადად საეკლესიო წიაღში არსებობს ორი კალენდარი, ეს გახლავთ ერთი საეკლესიო წელიწადი, ასე ქვია მას, და მეორე ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული საპასექო წელიწადი. საეკლესიო წელიწადი მოიცავს პერიოდს, ესე იგი, ინდიქტიონიდან, ანუ 1 სექტემბრიდან, ახალი სტილი 14 სექტემბრიდან და თავდება 31 აგვისტოს, როდესაც არის უკვე მარიამობის წარგზავნის დღე და ცენტრი ამ ეგრეთ წოდებული საეკლესიო წელიწადისა გახლავთ იესო ქრისტეს შობა. ანუ ამაზეა აგებული ეს ცნობიერად. და არსებობს მეორე, როგორც უკვე აღნიშნეთ, საპასექო წელიწადი, რომელიც მოიცავს პერიოდს პასექიდან პასექამდე, ანუ აღდგომიდან აღდგომამდე. სწორედ საპასექო წელიწადი მნიშვნელობის, ანუ საეკლესიო წელიწადი უფრო ისტორიულ მოვლენებზე, ეკლესიის წიაღში მომხდარ ისტორიულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას, ხოლო საპასექო წელიწადი ამავე მოვლენების სულიერ მნიშვნელობას განსაზღვრავს და გადმოსცემს. როგორც უკვე თქვით, საპასექო წელიწადის ცენტრი არის აღდგომა. საეკლესიო წელიწადი არეგულირებს უძრავ დღესასწაულებს, ხოლო საპასექო წელიწადი მოძრავ დღესასწაულებს. იცით ჩვენმა ტელემაყურებელმა კარგად, მაგრამ შევახსენებთ მაინც რომ მოძრავია აღდგომა და მასთან დაკავშირებული ყველა ის დღესასწაული, რომელიც უშუალოდ აღდგომასთან არის კავშირში, გულისხმობთ რას, მაგალითად ამაღლება, რომელიც აღდგომიდან მე-40 დღეს არის, მაგალითად სულთნობა, რომელიც აღდგომიდან 50 დღეს არის და ასე შემდეგ. აი როგორ უნდა იმზადებოდეს მამა გიორგი მართლმადიდებელი ქრისტიანი აი ამ პერიოდისთვის შესახვედრად? დიახ, აი სწორედ ამას აი აქეთკენ მივყავს ახლა ჩვენი მსჯელობა, აი თქვენი კითხვის პასუხად წარმოვაჩენთ სწორედ ეხლანდელ პერიოდს, რა პერიოდში ჩვენ ვიმყოფებით და რაზეც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ, ეს გახლავთ საპასექო, გასაუბროთ ზატიკის პერიოდი. ზატიკის პერიოდი დაკავშირებულია სიხარულთან, ანუ თუ კი ესეც ვთქვათ, აუცილებლად ზატიკის პერიოდი თვითონ ესე იგი მოიცავს პერიოდს აღდგომიდან ყოველთა წმინდათა კვირიაკემდე და ესე იგი ეს პერიოდი გახლავთ სიხარულთან დაკავშირებული. თავად ტერმინი ზატიკი ადრეს ხოთაშვილს მას ნების დატვირთვა ჰქონდა, ანუ ნებიშვიდეულთა მიმართებაში გამოიყენებოდა, ხოლო შემდგომ ფიქრობენ რომ ეს სომხური წარმომავლობის ტერმინია და შემდგომ მან შეიძინა უკვე სიხარულის დატვირთვა, მაგალითად ჩვენ ლიტურგიულ ტექსტებში ხშირად ხვდება ასეთი სინტაგმა, რომ აი ზატიკობა სამარადისო, რაც ნიშნავს სასუფეველში მარადილ სიხარულს. აი თქვენ რაც ვკითხეთ, ამის პასუხად ეგ გახლავთ, რომ თუ კი მაგალითად მარხვის პერიოდში მარხვა დაკავშირებულია გლოვასთან და შესაბამისი ღვთისმსახურებაში ჩართული ტექსტები, საკითხავები, სახარებიდან თუ წმინდა წერილიდან ზოგადად ფსალმებიდან და ასე შემდეგ აგებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანს შეამეცნებინოს ჭეშმარიტი მარხვის არსი, რაც დაკავშირებულია თავშეკავებასთან, გლოვასთან,
საკუთარ ცოდვებზე და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ზატიკის პერიოდს, ზატიკის პერიოდი პირუკუ დაკავშირებულია სიხარულთან და შესაბამისად საკითხავები, რომელიც ამ კვირაში და ზოგადად ამ პერიოდში იკითხება, მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანის ცნობიერება მიმართოს საღვთო სიხარულისაკენ, რომელიც თავისთავად გამომდინარეობს სწორედ აღდგომის სიხარულიდან. ვინაიდან არ არსებობს თქვენ მოგეხსენებათ აღდგომაზე დიდი დღესასწაული, ის ეწოდება დღესასწაულად, შესაბამისად არ არსებობს იმას დიდი სიხარული, ვიდრე აღდგომის პერიოდში და აღდგომას ახლავს თან და აღდგომიდან გამომდინარეობს. აი განსაკუთრებულია ბრწყინვალე შვიდეული რატომ ეწოდება მას? იმიტომ რომ აი ეს აღდგომის ბრწყინვალება, რა თქმა უნდა, ამ კვირეულს თანაბრად გადაეცემა და თქვენ იცით რომ ამ დროს იმდენად დიდია სიხარული, რომ მაგალითად ეკლესია ჯვრისწერასაც არ განაჩინებს. რატომ? იმიტომ რომ ჯვრისწერა პირადის სიხარულია და პირადმა სიხარულმა არ უნდა გადაფაროს საღვთო სიხარული, რომელიც აღდგომიდან არის გამომდინარე. ასევე, სწორად აღნიშნეთ თქვენ მოვლენები უკავშირდება ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება. ეხლავე აი მაგალითად ჩვენ გუში ვიზეიმეთ კვირაცხოვლებს სასწავლად. ანუ პირველი ესეც უნდა თქვა ჩვენ რომ პირველი კვირა ეს არის ბრწყინვალე შვიდეულის შემდგომი კვირაცხოვლობას აქვს მეორე სახელწოდება ანტიპასკა. ბერძნულად ანტის აქვს ორი დატვირთვა ეს მოწინააღმდეგე და მონაცვლე. ამ შემთხვევაში მონაცვლეს მნიშვნელობითაა თავისთავად ცხადია, ანუ აღდგომის მონაცვლე, კვირაცხოველი, ეს ძველ ქართული სიტყვაა, კვირაცხოველი, ძველ ქართულად ცოცხალს ნიშნავს. ანუ აღდგომის განახლება, ასეც ხდება ტექსტებში ჩვენ ეს დღესასწაული, რაც მოგეხსენებათ თქვენ უკავშირდება თომა მოციქულს, რომელმაც განიხილა რა საღმრთო გვერდი და ფერდი და ხელი და მან აღიარა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი ირწმუნა და მაცხოვრე სიტყვები რომ თომა შენ წამვარ, იმიტომ რომ მიხილე, მაგრამ ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავ და ვწამვარ. წმენა სწორედ ეს არის, როცა ადამიანი ვერ ხედავს, მაგრამ ჯერა გრძნობს და ჯერა ამ შემთხვევაში ღვთის არსებობისა. ამასთან დაკავშირებით არა მარტო თქვათ საკითხები იცვლება ტაძარში, აი მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაგალითი იმისა, რომ ზოგადად ღვთისმსახურებაც მორგებულია საღვთო სიხარულს და უпростоრად საღვთო სიხარულს გამოხატავს, გახლავთ ის, რომ ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში თქვენ იცით, რომ აღსავლის კარები ღიაა. ეს არასდროს არც დღესასწაულთან მიმართებით არ ხდება, მხოლოდ აღდგომას უკავშირდება. რატომ? იმიტომ რომ მოგეხსენება თქვენ რომ საკურთხეველი ეს არის სასუფეველის განსახიერება, სასუფეველის სახისმეტყველებით და სასუფეველს განასახიერებს, ხოლო დარბაზი სადაც ხალხი დგას ამ ქვეყანას და ის რომ აღსავლის კარები გაღებულია ნიშნავს იმას რომ გაიღო კარი ცათასასწავლისა და ცათასასწავლის კარის გაღება უკავშირდება სწორედ მხოლოდ აღდგომის კვირვალ დღესასწაულს. რაც შეეხება სახარებისეულ სწავლებას, რა სახარებისეული და ეკლესიური მოვლენები უკავშირდება ზოგადად ზატიკის პერიოდს, თქვენ დაახლოებით უკვე ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, თუმცა რომ კიდევ უფრო განვმარტოთ და დავშალოთ ეს თემა. კი ბატონო, აი ჩვენ უკვე ვახსენებთ ბრწყინვალე შვიდეული, პირველი კვირა, ასე ვთქვათ, აღდგომის შემდგომი, ვახსენეთ თომას კვირა, იგივე ანტიპასკა და შემდგომი მესამე კვირა, აი ეხლა რომელი კვირას დადგება, ეს გახლავთ უკვე მენელსაცხლო დედების კვირა. მოგეხსენებათ თქვენ რომ მენელსაცხლო დედების ისტორიას უკავშირდება უშუალოდ ქრისტეს აღდგომის ისტორიას, მათ შესახებ ჩვენ უთხივი მახარებელი მოგვითხრობს. აი კრებსთად რომ ვთქვათ, ესენი არიან ის დედები, მარიამ მაგდალინელი, მართა, მარიამი, სალომეა, დედები, რომელთაც იხილეს პირველებმა აღდგომის შემდგომ მაცხოვრის სარიელი საფლავი. ამ სახარებისეული წყობის თანახმად ისინი მიდიან და ჭრეტენ ცარიელ საფლავს და იქ ხდება ანგელოზი განეცხადება მათ და ეუბნება რომ რატომ მეძებთ ცოცხლას მხრებში, არ არის იგი აქ, არამედ აღდგა. და ამავე დღეს მოხსენიებულნი არიან იოსებ არიმათიელი და ნიკოდიმოსი, ეს არის ის ორი ადამიანი, მოგეხსენება თქვენ, რომელთაც მაცხოვარი ჯვრიდან გარდა მოხსნეს და დაკრძალეს. მათ შესახებ ჩვენ ხდება ცნობები ოთხივე სახარებაში, ასევე ნიკოდიმოსთან მხოლოდ იოანეს სახარებაში. აი ამის შემდგომ უკვე ხო აქვე უნდა თქვა ჩვენ ის რომ განსაკუთრებით გამოყვთ აი მარიამ მაგდალინელის და
მაცხოვრის შეხვედრა პირველი, როდესაც მარია მაგდალინელი ეძებს რა მაცხოვრის, ასე ვთქვათ, გვამს, მისი აზრით ის გვამი იქიდან ვიღაცამ წაიღო და ამ დროს ხდება უფლის განცხადება და უფალი ასე წერია სახარებაში იოანე მახარებელი აღწერს ამ სიუჟეტს, რომ ის ვერ იცნობს მას და შემდგომ დიალოგისას შეიცნობს და ამბობს, რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი და მაცხოვრებას მიმართავს, რომ ნუ შემომეხები მე მარიამ, იმიტომ რომ ჯერ არ ღარავსულა მამისა ჩემისა და ანუ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ საეკლესიო სწავლების თანახმად მას შემდეგ რაც განკაცებული ღმერთი აღდგა, მისი სხეული უკვე განღმრთობილია. ანუ თუ კი იქამდე მისი სხეული იყო ჩაულებრივ, თქვათ, მას რა თქმა უნდა არ ქონდა ცოდვა, მაგრამ ცოდვის შედეგად მიღებული სხეული ქონდა, ანუ ჩვენსავით ტკიო და შიო და ტირო და ასე შემდეგ, უკვე აღდგომის შემდგომ მისი სხეული განღრთობილია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი სხეული თავისუფალია ყოველგვარი აი ამ თქვათ ნაკლანებისაგან. ამით რა თქმა უნდა მან განაღმრთო კაცობრივი ბუნება, ზოგადად თქვენ იცით რომ ზეღმერთის განკაცება თვისობრივად მას არ ჭირდებოდა, მისი განკაცების ერთადერთი საფუძველი და მიზანდასახულობა გახლავთ ადამიანის განღრთობა, ანუ ღმერთი განკაცდა ეს ცნობილი ფორმულირება, რათა ადამიანი განეღრთოს და ეს განღრთობა სხეულსაც უკავშირდება და შესაბამისად შემდგომ საეკლესიო მამები საუბრობენ იმასთან დაკავშირებითაც, რომ როცა მოხდება საყოველთაო აღდგომა, ყოველი ადამიანი სწორედ ისეთი სხეული დაღდგება, როგორითაც აღდგა ქრისტე, ანუ როგორიც ჰქონდა ადამიანსა და ევას ვიდრე და ცოდვით დაცემამდე. არც იმ კიბლების განცდა არ იყო საჭირო რეალურად, რაც უფალმა ჩვენთვის ასე ვთქვათ, თავის თავზე მიიღო და არც ის იყო აუცილებელი, რომ ჯვარზე გაკრულიყო, ასე ვთქვათ, ვინაიდან მას სწორედ ყველაფერი ხელეწიფება და საკმარისი იყო მხოლოდ მისი სურვილი, რომ ყველაფერი თავის ადგილას დავაგებულიყო, ხო? კი ბატონო, თვისობრივად მას არ ჭირდებოდა, ამაზე არსებობს საეკლესიო სწავლება, მაგრამ ცალსახად განაჩინებს, რომ სწორედაც რომ ერთადერთი გზა იყო, რომ დაცემული კაცობრიობა გამოეხსნა მხოლოდ დაუცემელ არსებას ღმერთს. სხვა შემთხვევაში დაცემული კაცობრიობა იქამდე ჩვენ ვიცით ძველ აღთქმაში უამრავი მართალი ადამიანი იყო, უამრავი ღმერთთან დაახლოებული ადამიანი, მაგრამ ვერავინ შეძლო ამის ტვირთვა, ვინაიდან ყოველი ადამიანი დღიდან ადამის დაცემისა, ყოველი ადამიანი ექვემდებარებოდა ცოდვას და თქვენ იცით რომ ძველი აღთქმის პერიოდში ყოველი ადამიანი განურჩევლად 8 წლისა მიდიოდა ჯოჯოხეთში. ვინაიდან და რადგანაც დახშული იყო სასუფეველის კარები და სასუფეველის კარის განღება მხოლოდ ღმერთს ძალუძდა და ძალუძს სხვას არავის, ამიტომაც ღმერთი განკაცდა, მიიღო მან კაცობრივი ბუნება, რათა კაცი უკუ დააბრუნოს სასუფეველსა და სამოთხეში. აი შემდგომი კვირა ზატიკის პერიოდისა ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შემდგომი კვირეები აღარ უკავშირდება უშუალოდ აღდგომას, რას გულისხმობ, უკავშირდება მნიშვნელობითად, რა თქმა უნდა, მაგრამ ისტორიული კუთხით არ უკავშირდება, იმიტომ რომ აი მაგალითად შემდგომი კვირა გახლავთ განრღვეულის კვირა. ეს გახლავთ განრღვეულის ამ დროს ეკლესია იხსენებს განრღვეულის განკურნებას. განრღვეულის განკურნება მოხდა ქრისტეს ვნებამდე და აღდგომამდე, მაგრამ რა მიმართულებით ხდება, თქვათ, წარმოჩენა ზოგადად ესეც უნდა ვთქვა ჩვენ, რომ შემდგომი მოვლენები, აი განრღვეულის კვირა, სამარიტელის კვირა, შობიდან ბრმის კვირა, ეს კვირები, ეს სამივე, ასე ვთქვათ, სასწაული ასახულია იოანეს სახარებაში. იოანეს სახარება თქვენ მოგეხსენებათ, მას ეწოდება ეგრეთ წოდებული პნევმატური, ანუ სულიერი სახარება, რითი სხვაობს ის დარჩენის თუ პირველ სამ სახარებაში, რომელთაც სინოპტიკურ სახარებას უწოდებენ სინოპტოს თანახედვას ნიშნავს, ანუ იქ უფრო გამახვილებულია ყურადღება მაცხოვარზე, როგორც კაცზე და მის კაცობრივ ისტორიაზე, იოანეს სახარებაში გამახვილებულია ყურადღება მაცხოვარზე, როგორც ღმერთზე. ანუ თქვენ იცით, რომ ზეღმერთში არის ორი ბუნება, ხო, კაცობრივი და საღვთო და აი საღვთო ბუნების წარმოჩინებას ემსახურება უფრო მეტად იოანეს სახარება. სწორედ ამიტომ დაიწერა ის, ჩვენ ვიცით, რომ იოანემ შეაჯამა პირველი სამი სახარება და შემდგომ ამიტომ ეს მეოთხე სახარება დაწერა. და სწორედ აი მისი საღვთო ბუნების წარმოჩინება ის ყველაზე უმთავრესი დასტური არის სწორედ ქრისტეს აღდგომა, ვინაიდან მარტო კაცს არ შეუძლია სიკვდილის დამარცხება. ეს მხოლოდ ღმერთს და ღმერთკაცს, ანუ ზეღმერთ ძალუძს. ამიტომ წმინდა ეკლესია ჩვენ გვამახვილებელს ყურადღებას სწორედ მის საღვთო ბუნებაზე, როგორც უკვე აღნიშნეთ, პირველი ეს არის განრღვეულის კვირა, რომლის ეს
როგორც უკვე მოგახსენეთ ივანეს სახარებაშია ესე იგი დაწერილი თუ როგორ 38 წლის დაავადებულთან მიდის მაცხოვარი განღრეული ანუ დამბლადაცემული თანამედროვე ტერმინით რო ვთქვა რომელიც არის ბითესდა საბანელთან და იქ იყო ასეთი ვიცი ჩვენას ისტორია მოკლედ ვიტყვით ასეთი ჩაულება რომ ვინც ესე იგი წელიწადში ერთხელ ანგელოზი გარდამოდიოდა ციდან აღამღრევდა წყალს და ის ვინც პირველი შავიდოდა აღმღრეულ წყალში ის იკურნებოდა ხოლო ეს ესე იგი ადამიანი აქ 38 წელიწადი არის მაგრამ მაცხოვარი მასთან მიდის და ეუბნება რომ გინდა განიკურნო და პასუხობს უფალო კაცი არ ყავს რომ აი როცა აიმღრევა წყალი თქვა შიგ ჩამსვას და აი და მაცხოვარი მას მიუღებს რომ აღდეკ აღიღეს სარეცელი შეინდაბიდოთ. ანუ განღრეულის აღდინება ერთი მხრივ მან განკურნა მისი ფიზიკური დაავადება და მეორე მხრივ აქ ეგზეკეტთა მიერ წარმოჩენილია შემდეგი რომ განღრეული განასახიერებს ზოგადად დაცემულ კაცობრიობას რომელიც ქრისტემ გამოიხსნა ცოდვის ტყვეობისაგან და შეიყვანა სასწაულში და ანუ ამ კუთხით რა თქმა უნდა ის გამოხატავს აღდგომის ბრწყინვალე აღდგომის მნიშვნელობას. შემდგომი როგორც უკვე გითხარით აი არის სამარიტელის კვირა, ну სამარიტელისა და მაცხოვრის საუბარია გადმოცემული ასევე ივანეს სახარებაში, სადაც ვიცი ჩვენ რომ სამარიტელი წარმართ დედაკაცია და მაცხოვრისა და სამარიტელი დედაკაცის საუბარი შეიძლება ითქვას წარმოადგენს კლასიკურ ნიმუშს თუ როგორ ესე იგი ჩადის ბჭყალებში უფალი დაცემული ადამიანამდე და აღმოყავს იგი საფრთხო სიმაღლეზე სამარიტელი კაცი ზოგადად ეგზეგეტთა მიერ ასევე განმარტებულია როგორც წარმართი კაცობრიობა რომელთაც ქრისტე მიიღეს რომელთაც ქრისტე აღიარეს და ქრისტეს ეკლესიაში ისინი შეყვანებულ იქნენ და შემდგომ არის შობიდან ბრმის განკურნება ეს ივანეს სახარებაშია როგორც უკვე მოგახსენეთ აქ წერილი როდესაც აქ არის ერთი საინტერესო მომენტი როდესაც მოციქულები ხედავენ ამ შობიდან ბრმას და მაცხოვარს ეუბნებიან რომ უფალო ვინც წოდა ამან თუ თავის მომშობლება მაცხოვარი მათ მიუგებს რომ არც ამას შეუწოდავს და არც თავის შობლებს არამედ რაითა განსხადნეს ამაზე და საქმენი უფლისანი ანუ ეს ნიშნავს იმას რომ არავინ არავის გამო არ იჯება ზოგადად და მეორე მხრივ და ნუ ბრმას თვალს აღუხელს მაცხოვარი აქ ასევე ერთი მხრივ ესეც სამნიშვილოვანია რომ ანუ ამ შემთხვევაში ამ ბრმის არა მარტო ფიზიკურად თვალის ახლა ხდება არამედ სულიერ თვალთა ახელვაც ვინაიდან ეს ბრმაჩობილი მას აღიარებს ზეღმერთად და შეურდება მას და მაცხოვარი ბრძანებს კიდე სიტყვებს რომ ამისთვის მოსულა რომ ვინც ხედავენ ისინი დაბრუნდნენ და ბრმები ხედავენ აქ სულიერ მხედველობაზეა გამახვილებული ასევე მაცხოვრის მიერ და შესაბამისად ეგზეგეტთა მიერ რომ უმთავრესია ადამიანს ქონდეს სულიერი ხედვა ვინაიდან ფიზიკური ხედვა არ განსაზღვრავს სულიერ ხედვას შეიძლება ადამიანი ფიზიკურად იყოს მაგრამ სულიერად ის ძალზედ მხედველი იყოს ღვთისა და ანუ მხედველი ღვთისა რას ნიშნავს ღვთის მადლის შემგზნობი ღვთის მადლის დატებისებრ მიმღები და ბოლოს უკვე ანუ შობიდან კვირის შემდგომ წმინდა მამათა პირველ სოფლიო საეკლესიო კრებას იხსენიებს რომელიც ესე იგი 325 წელს ჩატარდა მოგეხსენებათ და ეს არის ის კრება რომელმაც პირველად მიიღო წამსის ტექსტი ცნობილი ტექსტი სადაც 12 მხოლოდ არის ჩამოყალიბებული საეკლესიო მოძღვრება შემდგომ არის სულთნობა თუმცა აქვე სულთნობამდე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამაღლებაზე ზეღმერთის ამაღლებაზე მოგეხსენებათ თქვენ რომ აღდგომიდან მე-40 დღეს გახლავთ იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული ანუ სახარებიდან და საქმე მოციქულთანან ასევე ვიგებ ჩვენ რომ მაცხოვარი 40 დღის განმავლობაში მოციქულებს ეცხადებოდა ოღონდ მუდმივად მასთან არ იყო როგორც ადრე განეცხადებოდა შემდგომ გაუჩინარდებოდა და აი მე-40 დღეს მათ ის მაცხოვარს ისინი მიყავს უკვე ზეთისხილის მთაზე და მაღლდება მათგან და როგორც დაწერილია დაჯდა მარჯვენით მამისა რას ნიშნავს ეს რომ მან კაცობრივი ბუნება დასვა საღვთო წიაღში რა თქმა უნდა როგორც ღმერთს მას ყოვლადწმინდა სამების წიაღი არ დაუტოვებია ჩვენ ვიცით რომ არსებობს საეკლესიო სწავლების მიხედვით ერთარსება და განუყოფელი ღმერთი ყოვლადწმინდა სამება სამჰიპოსტასოვანი ანუ სამპიროვანი სამგვამოვანი ერთარსება ღმერთი ჩვენ როცა ვსაუბრობთ რომ ზეღმერთი ამაღლდა აქ რა თქმა უნდა გულისხმობთ მის კაცობრიულ ბუნებას და ამით მან კიდევ თვისობრივად აღამაღლა და განაღმრთო ზოგადად
კაცობრივი და საღვთო ბუნება. აი ეს ძალიან ამაღლების დღესასწაული, ეს გახლავთ დღესასწაული აი მაგალითად ათანასე ალექსანდრიელი ბრძანებს თავის ერთ-ერთ საგანგებო ხუმილიებში, რომ ამაღლებით მაცხოვარმა ასეთი ყოფს ცასა სავალ კაცთა, ანუ ცაში მის ადამიანს, ესე იგი შეყვანების უფლება და ეს რა თქმა უნდა არ მოხდებოდა რო არა მაცხოვრის ამაღლება და სხვადასხვა ამას ერთხელ ეუბნება კიდეც მოწაფეებს, რომ თუ კი მე არ ავმაღლდები ბრძანებს ის, თქვენზე არ მოვა სული წმინდა და თუ კი მე ავმაღლდები, მაშინ თქვენზე მოვა წმინდა სული. ანუ როგორც აი ამ სიტყვებიდან მაცხოვრის ამ დამოწმებული სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ ამაღლება პირდაპირ კავშირშია სულთმოფენობასთან. მაცხოვარი ამაღლდა და აქედან მე-10 დღეს, ანუ აღდგომიდან 50 დღეს მოხდა სულიწმინდის მოფენა მოციქულებზე. თქვენ იცით ეს ისტორია, მე ამას არ შევეხები უშუალოდ ისტორიას, უბრალოდ ნიშნულობის კუთხით ვიტყვი, რომ ეს არის დღე, როდესაც დაფუძნდა ქრისტიანული ეკლესია. ეს მოხდა ერგასობის დღეზე, ერგასობა ძველ ქართულად ერგასი 50 ნიშნავს და ერგასობა იყო დღესასწაული, როცა აღინიშნებოდა ძველი აღთქმის ეკლესიის დაფუძნების დღე. ანუ ეს იყო დღე, როდესაც მაგალითად, როდესაც მოსემ როცა გამოიყვანა ეგვიპტელთა მონობიდან ებრაელთა ერი და მიიყვანა სინას მთასთან, სინას მთაზე მიიღო რჯული და ამით დაფუძნდა ძველი აღთქმის ეკლესია. ხოლო რა თქმა უნდა არ იყო შემთხვევით ის, რომ სწორედ ძველი აღთქმის ეკლესიის დღეს დაფუძნდა ახალი აღთქმის ეკლესია. ანუ ეს რას მოასწავებს, რომ მოსაგრეობა დაასრულა ძველი აღთქმის ეკლესიამ, რომელიც იყო მომზადება ახალი აღთქმისეული ეკლესიისთვის და დაიწყო ახალი აღთქმის ეკლესიის ვთქვათ მოღვაწეობა და ახალი აღთქმის ეკლესიის დააფუძნდა თავად განკაცებული აღმართვა. და კიდევ ერთი შტრიხი უნდა გამოვყოთ აუცილებლად აღნიშნულიდან, თქვენ იცით რომ აი ხშირად მაგალითად ათანასე ალექსანდრიელის, კირილე ალექსანდრიელის, იოანე ოქროპირის მიერ ხშირად დარდება ორი მოვლენა ერთმანეთს, ბაბილონის გოდოლის ისტორია და სულთმოფენობის. ეხლა რა კუთხით, რომ თქვენ იცით რომ ბაბილონის გოდოლის აღმშენებლებს ღმერთმა ენები აღურია და რათა მათ არ აღესრულებინათ ის ღვთისაწინააღმდეგო საქმე, რაც უკავშირდებოდა ბაბილონის კოშკის შენებლობას, ხო? და ამით დაედო დასაბამი უცხო ენებზე მოლაპარაკეს სხვადასხვა ადამიანებზე, ზოგადად სხვადასხვა ერებს და ქვეყნებს. ანუ ამან განყო კაცობრიობა. ხოლო სულთმოფენობამ კაცობრიობა კვლავ შეკრა. თქვენ იცით რომ სულთმოფენობის შემდგომ მოციქულებმა სხვადასხვა ენებზე იწყეს საუბარი, რატომ? იმიტომ რომ სწორედ ეს სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხი გაერთიანებულიყო ერთ საღვთო წიაღში და რა თქმა უნდა მშობლიურ ენაზე უნდა ხარებოდა ყველას ქრისტიანული მოძღვრება და ბოლოს ეს გახლავთ უკვე ყოველთა წმინდათა კვირიაკე, ბოლო კვირა, ასე ვთქვათ, ზატიკის პერიოდისა, ყოველთა წმინდათა ნიშნავს, ანუ ეს არის დღე, როდესაც აბსოლუტურად ყველა წმინდანს იხსენიებს ეკლესია, ყველა წმინდანს მოწამეებს, მოღვაწეებს, მოსაგრეებს და ასე შემდეგ და შესთხოვს მათ შუამდგომლობას უფლისა და ამავე აქვე უნდა თქვათ, რომ სწორედ აი ყოველთა წმინდათა კვირიაკიდან უკვე იწყება ესე იგი დაახლოებით ერთკვირიანი სამზადისი მსგებსია და შემდგომ უკვე იწყება პეტრე პავლობის მარხვა ეგრეთ წოდებული, რომელიც ასევე დაკავშირებულია აღდგომის თარიღთან და ამ მარხვასაც შემდგომ ეწოდება მოციქულთა მარხვა ეწოდებოდა ადრე და რა თქვა პეტრე პავლობის მარხვა. საკითხავები იცვლება მამ გიორგი აღნიშნეთ და ჩვენს მაყურებლებს უფრო დეტალურად რო განუმარტოთ თუ რაში გულისხმება ეს თბილება. კი ბატონო, აი მაგალითად ბრწყინვალე შვიდეულში თქვენ მოდი ესეც თქვა ჩვენ რომ ზოგადად ძველ მასში მარხვის პერიოდში სრული წირვა მხოლოდ შაბათკვირას აღესრულება. ხოლო რას ნიშნავს სრული წირვა? არსებობს ასევე ეგრეთ წოდებული პირველ შეწირულის ლიტურგია, რომელიც დროსაც არ აღესრულება პრისკომიდია, ანუ კვეთა არ აღესრულება და მოხსენიება და ეს წირვები მარხვის პერიოდში მხოლოდ შაბათკვირას აღესრულება, ხოლო პირველ შეწირული აღესრულება მხოლოდ ოთხშაბათს და პარასკევს. ზოგადად რატო? იმიტომ რომ წირვა ზოგადად ზეიმთან არის დაკავშირებული და ანუ რახან გლოვობს ეკლესია, აი დიდი მარხვის პერიოდი არის პერიოდი, ერთადერთი პერიოდი, როდესაც სადაღ დღეებში თუ ახლა დღესასწაული არ დაემთხვა და კი არის რაღაც გამონაკლისები, ზოგადად წირვა შაბათკვირის გარდა არ აღესრულება. ხოლო ბრწყინვალე შვიდეულში როცა უკვე იწყება წირვა, ყოველდღიური წირვები შეიძლება რომ ახსულეს ნებისმიერ ტაძარში, არის საქართველოს ტაძრები, სადაც ყოველდღიურად წირავენ, ხო, სამებაში, სიონში და ასე შემდეგ, ქაშუეთში. და
და არა მარტო საქართველოში თავისთავად ცხადია და წირვა იწყება ყოველთვის აღდგომის ტროპლით აფრთხილმალე შვიდეულში. რამდენიმე ხუთმხლად არის ეს აღდგომა ქრისტესი ვიხილა და ასე შემდეგ ჯერ ღვთელი ამას ამბობს შემოუკმევს ტრაპეზს და შემდგომ მიტყვის შემდგომ არის გალობელთა მიერ ქრისტე აღდგას სამგზის საგალობელი და ამის შემდგომ იწყება წირვა. და ასეთი ვთქვათ საზეიმო ხასიათის ჩანართები იგივე მაგალითად ბრწყინვალე შვიდეულში და ზოგ არაღესრულება კანონთა კითხვა კანონს გულისხმობ რას ფსალმთა კანონებს გულისხმობ თავისთავად ცხადია კანონის თავისთავად ცხადია სინანულთან არის დაკავშირებული და ამ საფრთხოს სიხარულის გარდა მეტანია მაგალითად მეტანია არ კეთდება სულფენობამდე რატომ მეტანია მეტანოია სინანულს ნიშნავს და ზოგადად აი ადამიანი როცა მეტანია რა არის ხო მუხლებზე დგება ადამიანი და შემდგომ მიწაზე თქვა ადებს თავს ეს ნიშნავს დაცემულ ადამიანი დაეცა ხოლო აღდგომა ეს არის დაცემული კაცობრიობის გამოყვანა სასופველიდან რაც თავის თავში ნიშნავს იმას რომ ამ კუთხითაც ეკლესია ადამიანს განოჩინებს რომ ეხლა არის ჟამის სიხარულისა კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კვირაცხოვლობის დღესასწაულს და დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი მამო გიორგი მადლობა თქვენ სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი